ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრომ 11 თებერვალს, 16 თებერვალსა და 7 მარტს პარლამენტის წინ გზის გადაკეტვის ბრალდებით 15,000 ლარით დააჯარიმა. ჯარიმის სამივე ქვით არის ჟურნალისტს ერთდროულად ჩააბარეს. ისე ამსახველი ვიდეოც სოციალურ ქსელში ჟორჟოლიანმა თავად გაავრცელა. პოლიციის მაიორი გიორგის მიმდინარე წლის 11 თებერვალს ასევე და 7 მარტს. ხო? რომელი პარლამენტის წინ თქვენ რომ კეტავთ და მე რომ მივდივარ? თქვენ რომ კეტავთ პოლიცია და მე რომ მივდივარ? არა, მე შემოვალ აუცილებლად. თქვენ რომ კეტავთ და ჩვენ რომ მე მივდივართ? და გიჟებივით რო გარბიხართ, იმიტომ რომ ერთი სული რო გაქვთ სიცივეში არიდგეთ? გასაგებია. მე მინდა რომ თქვენ მახამწყვდეთ ჯარიმის კი არა, ციხის არ მეშინია, ვისაშინებთ ამ ჯარიმებს ხალხად. კი, ვიცი რაც მაქვს, ყველაფერს კარგად ვიცი. უბრალოდ მინდა იცოდეთ, თქვენ რიგითიდან დაწყებული მაღალი რანგისა და ამითით ვერავის რო შეაშინებთ და ვერაფერს რო შეცვლით საერთოდ. ნანუკა ჟორჟოლიანი პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეა. მის მიერ შექმნილი ნანუკას ფონდი აქციებზე გზის გადაკეტვისთვის დაჯარიმებულ მოქალაქეებსა და პოლიტიკურ პატიმრებს ეხმარებოდა. ნანუკას ფონდი ქართული ოცნების პროკურატურამ ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წარმომადგენლის ვატო შაქარაშვილის მიმართვის საფუძველზე 17 მარტს დააყადაღა.